ევროპარლამენტარებმა რეზოლუცია მედიის თავისუფლების კონკრეტულად მზია ამაღლობელი საქმის შესახებ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. კენჭისყრა ევროპარლამენტში 324 დეპუტატმა დაუჭირა მხარი აღნიშნულ რეზოლუციას და მხოლოდ 25 იყო წინააღმდეგი, რაც ნიშნავს იმას, რომ ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი სტრასბურგში ევროპარლამენტმა მოწოდებას მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების შესახებ და ასევე ბიძინა ივანიშვილის და მისი მხარდამჭერი რეჟიმის ხელშემწყობი პირების დასანქცირების მოთხოვნას. რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, კონკრეტულად მზია ამაღლობელი მათ შორის, რომელიც არის მედიის ყველა პოლიტპატიმრის სიმბოლო და რომელიც არის ერთადერთი პოლიტიკურად მოტივირებული ნიშნით დაკავებული ჟურნალისტი საქართველოში. ეს არის მცდელობა მედიის გაჩუმებისა და თავისუფალი კრიტიკული სიტყვის ჩახშობისა, ამბობენ ევროპარლამენტარები, ამიტომაც მიიღეს რეზოლუცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ დღეს საქართველოში მედია თავისუფლება ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, როგორც არასდროს, ამიტომაც ევროპარლამენტის სახელით მოუწოდებენ ქართულ ოცნებას გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი და შეწყვიტონ სისხლის სამართლებრივი დევნა ჟურნალისტების წინააღმდეგ. Wir beginnen mit dem gemeinsamen Entschließungsantrag von 5 Fraktionen zu der Medienfreiheit in Georgien, insbesondere dem Fall von Mzia Amaglobeli. Abstimmung als Ganzes, namentliche Abstimmung. Die Abstimmung ist eröffnet. Die Abstimmung ist geschlossen. Angenommen. ვიდრე კენჭისყრა დაიწყებოდა, გაიმართა დებატებიც საქართველოსთან დაკავშირებით მედია თავისუფლების კუთხით და იქ ძალიან ცხადად და მარტივად თქვეს ევროპარლამენტარებმა, რომ დღეს ქართულ ოცნებას თავისუფალი სიტყვის და კრიტიკული მედიის ისე ეშინია, როგორც ვამპირს სინათლის, რაც კარგად გამოხატავს ევროპარლამენტარების პოზიცია საქართველოში მედია გარემოსთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტს ბუნებრივი ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. დებატების დროს ევროკომისია თქვა, რომ ევროკომისია იხელმძღვანელებს ამ დოკუმენტის მიხედვით და დაუწესებს გასცემს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს სათანადო პასუხს. ევროკომისარმა ეს უმაღლესი ტრიბუნიდან თქვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკომისია, რომელიც არის მთავარი ინიციატორი, დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, გააგრძელებს ლობირებას ამ მიმართულებით და ევროკომისია კიდევ ერთხელ დააყენებს საკითხს ევროპულ საბჭოში, რომ პასუხი გასცენ თავისუფალი მედიის გაჩუმების მცდელობას, რეპრესიებს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიულ უკუსლას, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ დახუჭავს თვალს საქართველოში განვითარებულ პროცესებზე და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ევროკავშირი პასუხს აუცილებლად გასცემს. ფაქტიურად კრიტიკული მედიის წარმომადგენლისთვის ამ მედიაში მუშაობა იყო საშიში. ჩვენ ვნახეთ დაზიანებული მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ამის შემდეგ უკვე ვნახეთ კანონები, რომელიც ზღუდავდა მედიის მუშაობას ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის დასაწყისი, რა თქმა უნდა, ეს საკითხები წამოიწევა არა მხოლოდ ევროპარლამენტის დონეზე, არამედ ევროპის წევრ სახელმწიფოებში და რა თქმა უნდა ამას მოყვება კონკრეტული ნაბიჯებიც მათი მხრიდან, განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩაახშოს თავისუფალი ხმა საქართველოში. ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, ზომები გამოიყენონ საქართველოში მძიმე ადამიანის უფლებების დამრღვევი პირების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ იგივე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბრები არის დაწყებული და როგორც ჩანს ეს უკვე სერიოზულად განიხილება ევროპარლამენტში, თუმცა პირადად მომხრე ვარ, რომ ევროკავშირმა თუ არის გადაადგილების შეზღუდვაზე საქმე, ეს სანქციები დაუწესოს ინდივიდებს, რომლებმაც უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირისგან გადახვევა და ადამიანების წამებაში და პატიმრობაში, უკანონო პატიმრობაში მიუძღვით წვლილი, ვიდრე ესე ვთქვათ მთელმა ქვეყანამ, ესე ვთქვათ, იზარალოს.
დებატების დროს ევროპარლამენტარებმა ვციტირებ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი შეადარებს ავტოკრატ მმართველებს და პუტინის გენების მმართველად ასე ვთქვათ მსგავს მმართველობად გამოაცხადეს, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს ქართული ოცნება აღარ მოიაზრება დემოკრატიულ კლუბში და ავტოკრატების გვერდით მოიაზრება ევროპარლამენტარების აზრით, ამიტომაც ითხოვენ, რომ იქამდე სანამ საბოლოოდ არ ჩამოშლილა საქართველოში დემოკრატია, ევროკავშირმა იმოქმედოს და დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს.